ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უკვე დაახლოებით 2 საათია ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ალექსანდრე ტაბატაძე იმყოფება. უწყებაში შესვლამდე ტაბატაძე მედიასთან განაცხადა, რომ გამოძიებას მიაწოდებს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ყველა დეტალთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მაშინ ისინი ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნის წინააღმდეგი იყვნენ. 2019 წელს, როდესაც გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გაიხსნა, ტაბატაძე სუსის უფროსის მოადგილე იყო. კახა კახიშვილი კი, რომელსაც უწყებაში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. შოთა ფალავადიშვილი გვიყვება დეტალებს ის გენერალური პროკურატურიდან ჩაგორთვება შოთა გისმენთ. ალექსანდრე ტაბატაძე თითქმის 2 საათია რაც საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება, მან მედიასთან საკმაოდ მცირე კომენტარი გააკეთა პროკურატურაში შესვლამდე და განმარტა კიდევ ერთხელ, რომ 2019 წელს ჩორჩანას ეპიზოდის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევდა საფრთხის შემცველად ამ ნაბიჯს და მისი თქმით, მაშინ სუსი ეწინააღმდეგებოდა ამ ნაბიჯს, რადგან თვლიდნენ, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო მომდევნო ესკალაციის წინაპირობა, რაც გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდა, მათ შორის ქვეყნისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. ტაბატაძის თქმით, მსგავსი სახით ორჯერ ჩაიდგა საგუშაგო, ასე ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა მაშინ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ყველა სტანდარტის დაცვით გააკეთა. ეს და შემდგომი გართულებები ამას არ მოჰყოლია, რაც შეეხება ჩორჩანას ნაწილს, აქ გარკვეული კითხვის ნიშნები, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ 2019 წელს ჰქონდათ სუში, თუმცა დღეს დამატებითი დეტალები გაირკვევა ამასთან დაკავშირებით. ცნობილია ისიც, რომ წაღვლის ტყეზე არის საუბარი, სადაც ამ დროისათვის 1,000,000 კვადრატული მეტრის ფართობზე გადაადგილების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობას არ აქვს. იყო ესკალაციის საფრთხე და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საგუშაგოები იცით თქვენ, რომ მანამდე ორჯერ ამ ხელისუფლების პერიოდში 2 საგუშაგო იქნა დადგმული, სადაც ჩვენს მოსახლეობას პრობლემები ექნებოდა. ეს იყო 2012 წელს, როდესაც გორის რაიონის ზარდიანთკარში დაიდგა ერთი სტაციონარული საგუშაგო, მაგრამ ეს იყო ყველა უწყებასთან შეთანხმებული, ეს იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებული და იქიდან ამის შემდეგ არანაირი პრობლემა და არაერთი საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა. მეორე საგუშაგო დაიდგა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში. ანალოგიური განხორციელდა, სადაც ჩვენ ასევე მოვახდინეთ კოორდინაცია. უფრო მეტ დეტალს თუ რა ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას ალექსანდრე ტაბატაძემ, სავარაუდოდ ის უკვე პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ იტყვის. დღეს საგამოძიებო უწყებაში ამავე თემაზე დაბარებულია კახი კახიშვილი, რომელიც 2019 წელს, როდესაც ჩორჩანას ეპიზოდი მოხდა, იკავებდა პრემიერის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. მადლობა პროკურატურიდან შოთა ფალავანდიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ჩორჩანას ეპიზოდზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელახლა დაიბარეს გიორგი გახარია. კომისია 2019 წელს საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს გახსნის საკითხს სწავლობს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, მათ დამატებითი კითხვები ექნებათ გახარიასთან მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ადგილობრივები ვეღარ სარგებლობენ ტყით, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ დამატებით დაიკავა. საუბარია დაახლოებით 1,000,000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე. 23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ ბატონ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს პროცედურა შეტყობინების ნაწილობრივ უკვე არის დასრულებული, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი გიორგი დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის წაღვლის და სხვა იმ სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ არც 1 სანტიმეტრი ტერიტორიის მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლია და ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მაცხოვრებლის
ახსნა განმარტება წინა კვირაში, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ და დაიკავა ოკუპანტმა სახელმწიფომ და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა განმარტებები და ჩვენებები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაში, ამიტომ ჩვენ მივალია, რომ მას დამატებით კითხვები დაუსვათ. ასევე კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილშიც მას ეცნობა 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო, ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურასა და დროებით საგამოძიებო კომისიაზე დაწყებულ მოკვლევას პოლიტიკურ დევნად აფასებენ გახარიას გუნდში. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ გახარიას მიმართ კითხვები ლეგიტიმურია, რადგან მისმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა. საგუშაგოს გახსნის შემდეგ მილიონი კვადრატული მეტრი საოკუპაციო ძალის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა და გარდა ამისა სრულიად ჩაიკეტა ახალგორის მიმართულება. ჩორჩანას ეპიზოდი ეს იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ამის უკან ეს პროცესი, რაც წარმოებს გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ვერანაირი მსგავსი ტიპის ნაბიჯი, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციონირებაზე, იმიტომ ჩვენ ბევრჯერ გვიტყვამს. მე ასეჯერ ვიმეორებთ, მიუხედავად იმ მოტივებისა, რა მოტივებიც ამის უკან შეიძლება იყოს პოლიტიკური დევნის მოტივს გულისხმობ, ამ შემთხვევაში ჩვენ გადაწყვეტილებებზე, პარტიის გადაწყვეტილებებზე ვერაფერი სხვა, გარდა ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებისა, გავლენას ვერ მოახდენს. ჩორჩანაში დადგმა აი ამ საგუშაგოსი განმაპირობებელი იყო, წინაპირობა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალის გადმოწევისა, რის შედეგადაც მილიონი კვადრატული მეტრი დაიკარგა ტერიტორიის. დაიკარგა კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა საოკუპაციო ძალის. გარდა ამისა არის სერიოზული შედეგი კიდევ, რომელიც მივიღეთ ახალგორის მიმართულებით და თუ კი რაღაც არსებობდა კიდევ რაღაცა შესაძლებლობა, რომ ახალგორის მიმართულებით ხალხს ემოძრავა, ეს მიმართულება სრულიად ჩაიკეტა. ანუ შედეგით თუ ვიმძელეთ, უძიმესია ის ვითარება, რომელიც აი ამ კონკრეტულ ოკუპაციის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა და რასაკვირველია კითხვებიც აი ამის გამხორციელებელი იმ პერიოდის ხელმძღვანელის მიმართ არის ლეგიტიმური, აუცილებელი და სასწრაფო. ცოტა ხნის წინ დასრულდა პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა. დღეს იმშელის 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. ზურაბ აბაშიძის შემდეგ დეპუტატებმა მოусმინეს დაჩი ცაგურიას და მერაბ ჭიქაშვილს. მათ გაიხსენეს კონკრეტული ფაქტები, მათ შორის აქციაზე დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობის და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები. პარლამენტიდან გვექნება ახლა პირდაპირ ჩართვა კესო ქაფიანიძე მოგოყვება დეტალებს კესო გისმენთ. ეს წუთია დასრულდა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მერაბ ჭიქაშვილის მოსმენა, რომელმაც იმაზე ისაუბრა, თუ რა პირობებში უწევდათ მაშინ აქტივისტებს საკუთარი პროტესტის გამოხატვა და რა ფორმით ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს აქტივისტებისა და აქციის დაშლა. მანამდე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ისაუბრა და ასევე დაჩი ცაგურიამ, რომელმაც გაიხსენა 2009 წლის 15 ივნისის პოლიციის სამმართველოსთან, დიღმის სამმართველოსთან ჩატარებული აქციის დაშლის საქმეზე. მან როგორც აღნიშნა, სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, იქ იმყოფებოდნენ არასრულწლოვნებიც, მათ შორის სტუდენტები და ახალგაზრდები მშობლებთან ერთად. ახალგაზრდები მშობლების თვალწინ უმოწყალოდ სცემეს ხელკეტებით, ბეისბოლის ჯოხებით, რკინის არმატურებით და ჯაჭვებით უსწორდებოდნენ ახალგაზრდებს ნიღბიანი, ფორმიანი ადამიანები და მან როგორც აღნიშნა, მის პარალელურად მის დედაზეც იძალადეს. მან ასევე ისაუბრა არამხოლოდ სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც როგორც მან აღნიშნა, აქციაზე დაკავებულების სისხლის გუბეები იდგა.
2009 წლის 15 ივნისი არის ჩემი ყველაზე მძიმე დღე აი ჩემ ცხოვრებაში. ესენი გადმოვიდნენ ჩვენზე განსაკუთრებით შეტევაზე, რომ აი ოჯახებს გვიწიოკებდნენ რა, რომ აი ესე დაიწყეს დაჭერები ჩვენ. ყველას რო ესე ხვდებოდნენ სახლებთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მივსულიყავით სამმართველოსთან, თობლივი რაღაც ზონდერულ მილიციური თავდასხმა მოგვიწყეს და ხელში ეჭირათ ქალბატონოთია, ანუ პოლიციის ხელკეტები კი არა მარტო. ზოგს არმატურის ნაჭერი, ზოგს რაღაცა ფიცარი, ზოგს ჩაქუჩი, ზოგს ჯაჭვი და ხო, ჩაქუჩიც კი, აი ჩაქუჩს გვირტყავდნენ და ჯაჭვები გვირტყეს სულ და ისინი და ესე იგი, ჯერ ხო გარეთვე ეს აი იქ საშინელი ეგეთი ცემა უბრალოდ რომ აი სათითაოთ ესე აი აქაც ნახეთ როგორ არის შუაში ერთი გარედან ერთი ხუთი ადამიანი აი ხელში რაღაცეებით ყველა სათითაოთ ესე აი ყველა სათითაოთ ესე სასიკვდილოდ უნდა ვეცემეთ რა ვანო მერაბიშვილი როგორც ამბობდა უნდა გაფარჩაკდეს ცემაშიო და აი მაშინ იქნება კაიო გარეთ დაგვასისხლიანეს ესე სასიკვდილოდ ესე გაგვიმეტეს და გვცემეს მერე შეგვათრიეს ამ იმაში სამმართველოს შენობაში და ეს დერეფანი უნდა გაგვევლო იქა სადაც ესე დერეფანში იდგა ერთი 40 ადამიანი ალბათ ამ ხელკეტებით მოდიოდნენ ესე და ესე აი სახეში ესე მაფურთხებდნენ და ფეხით დადიან ჩვენზე აი დადიოდნენ ჩვენზე ესე ფეხით ზემოდან და ამ ბეისბოლის ხელკეტებით და ამ არმატურებით და იმეებით ზემოდან ესე გვცემდნენ ბეისბოლის პიტას მირტყავდნენ აი ეს დალეწილი მაქვს ეს აი ეგრევე ეტყობა ამას ის არ ჭირდება ხელის მტევანი და იქ იყვნენ ისინი მაღალჩინოსნებით შემოჭრას მომენტში ქალბატონი ეკაზღულაძე უშუალოდ ონიანი შემიძლია ესე გვარებით რო ეხა გავიხსენო ახალაიები ისა კიდე სანოძეც იყო მე მგონი ლორდ კიფანიძეც მოსამართლე მეგრევე ისა აი მოსამართლეს ვეხვეწერო მეთქი არ გაინტერესებს მეთქი სისხლის გუბერო დავაყენე რატო არ ამ დღეში პროკურატურას მოდი მივმართოთ მეთქი რომ გაარკვიოს და ეგო მე არ მეხებაო მითხრა თურმე მე რომ დამიჭირეს მე გამოსულან ესენი გარეთ ეს ცხოველები ესენი და ცაგურიას დედა რომელია და ჩემს უფიქრია რომ ეთყობაო რაღაცა რომ დამიჭირეს ის პირსახოთ სიკვდილის ჯაგრისია რაღაც მოიტანეთ ან რაღაცას ეგეც მეტყვიანო და მე ვარო და ერთ-ერთი ვისაც ნიღაბი ეკეთა ეს არისო და კი ეს არისო და დედაჩემს სასიკვდილოდ ცემეს დედაჩემი ჩვენი დარბევა სხვათა შორის მწვანე აუნთო ჩეხეთის ელჩმა ჩეხეთის ელჩი გამოვიდა და სულ ხულიგნები გვეძახა ჩეხეთის ელჩმა და აი ესე პირდაპირ ჩემი მეუღლე სხვათა შორის მე მაშინ არ ვიყავით დაქორწინებულები და უბრალოდ შეყვარებულები ვიყავით ასე ვთქვა და ერთად მე რომ დამიჭირეს დაჯდა ჩეხეთის საელჩოსთან საშიმშილოდ რომ ექიმი შემოეყვანათ ისიც მაგას ითხოვდა რა და ჩეხეთის საელჩოსთან მივიდნენ და ღამე ნათია იქ რო იყო მივიდნენ და დაარბიეს წაართვეს ეს კარავი რაღაცეები და ჩეხეთის საელჩოს არაფერი მე არ მახსოვს ამ იმათი რა ქვია ამ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს რომელიმე ჩვენ დაჭერაზე ან რაღაცა ესეთი მწვავე შეფასება ქონოდათ დაჩი ცაგურიამ არამხოლოდ 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე უსაუბრა, არამედ სხვადასხვა აქციისა და პროტესტის დაშლის ნაციონალური მოძრაობის ფორმებზე ისაუბრა, როგორც მან აღნიშნა, ის საბოლოო ჯამში წინა ხელისუფლებამ 34 ჯერ დააკავა, კომისიის წევრებს კი ბუნებრივია ამ სხვა დაკავებებზეც გაუჩნდათ შეკითხვები, რომლებსაც დაჩი ცაგურიამ უპასუხა. ვაზაგაშვილის და მასთან მყოფი ახალგაზრდების ჩაცხრილვა თბილისში კორტებთან. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. ხომ არ იყო, პირიქით გკითხავთ. ხომ არ იყო ისეთი, სადაც არ იძალადეს თქვენზე ფიზიკურად, სადაც პირობები იყო მეტნაკლებად ადამიანური დაკავების ან პატიმრობის. ათასობით ადამიანი გამოდიოდით ხოლმე ერთად ქუჩაში და თან როგორი ხალხი, აი ეს გამწარებული ხალხი, შვილდახრეტილი ხალხი, შვილ ციხეში ჩაცმული და ნაწამები ხალხი, არც პარლამენტის შენობაზე ცეცხლის წაკიდება გვიცდია, არც პოლიციელებისთვის გვისვრია მოლოტოვის კოქტეილები და ფეერვერკები. ყოფილა რომ არ ვეცემეთ
არ შეურაცხყოფები არ მოეყენებიათ, ან რაღაცა მსგავსი რა, რომ ეხლა რა თქმა უნდა ხარისხი 15 ივნისის დაკავება უმძიმესი იყო და ის ცემა და ამბავი, მაგრამ მე არ მახსენდება დაკავება, სადაც მინიმუმ არ გაველახეთ და არ ვეფურთხებინეთ და შეურაცხყოფები არ მოეყენებინათ და არ დავემცირებინეთ. დღევანდელი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე წინა ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების ძალადობრივ დაშლის მეთოდებზე ისაუბრეს, კონკრეტულად განიხილეს 2009 წლის 15 ივნისის პოლიციის სამმართველოსთან დარბევის საქმე. დღეს მოусმინეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს ზურაბ აბაშიძეს, დაჩიცა გურიას და მერაბ ჭიქაშვილს. მე შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უკვე ჩატარებულია 38 კომისიის ხდომა, შემდეგი ხდომა 18 ივნის 4 შაბათს განახილეს. მადლობა, კესო ქაფიანიძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა დილით საკრებულოს თავმჯდომარის ზურაბ აბაშიძის მოსმენით დაიწყო. აბაშიძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ოპოზიციაში იყო, საპროტესტო აქციებზე უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. გაიხსენა დიღმის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტიც, სადაც მისი განცხადებით მომიტინგეებს პოლიციელები და ზონდერ ბრიგადები დაესხნენ თავს და სასტიკად გაუსწორდნენ. მე ძალიან მოკლე კითხვა მაქვს თქვენ ახსენეთ და წაგვიკითხეთ ის განცხადებები, რომელიც საელჩომ გააკეთა. ეს განცხადებები საელჩომ გააკეთა 15 ივნისამდე თუ ამ ფაქტის მერე? მანამდე გააკეთა და სწორედ იმიტომაც აღვნიშნებ თქვენ ალბათ თუ მიაქცევთ ყურადღებას, რომ ეს მანამდე გაკეთებული განცხადებები უკვე მერე იყო მწვანე შუქის ანთება ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა, ხედავთ რას ამბობ, თურმე კრიმინალები არიან ოპოზიცია. ისინი არღვევენ კანონს, ძალადობენ ხელისუფლებაზე და ბუნებრივია ჩვენ უკვე ყველაფერი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ჩემი ინტერპრეტაცია ეს არის ზუსტად. თქვენ საკმაოდ დიდხანს მოღვაწეობდით იუსტიციის საბჭოში, იუსტიციის სფეროში. საიდანაც თქვენ საკმაოდ კარგი კონტაქტები გქონდათ ჩვენი საელჩოს, ჩვენში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან. გასაგებია რომ განცხადება არ გააკეთეს. სანქციაზე არ ილაპარაკეს, მაგრამ პიროვნულად მაინც თუ მოვიდნენ ვინმე ის ადამიანები, ვისთანაც თქვენ ეს ურთიერთობები გქონდათ და გქონდათ, ამის მომსწრებით თორემაც ვარ, რომ გაერკვიათ უბრალოდ თუ რატო. კონკრეტულად ჩემთან არავის არ ქონია რაიმე კომუნიკაცია და არავის, უბრალოდ ერთი რაღაცა კი გავიგე, რომ საერთაშორისო დონეზე ესეთი რამე არასწორ დროს არასწორ ადგილას მოხვდაო. Right time, right place ხო ესეთი. არ იყო რა არასწორ ადგილას მოხვდაო და შემთხვევის ამბავი უფრო არის. ხო, right time, right place, იმიტომ ითქვა ჩემი აზრით, ეს ახლა გამახსენდა რომ ნამდვილად ითქვა. როდესაც იმიტომ რომ თავისუფალ დემოკრატებს ჰქონდათ თავისი ნიშა და იმ ნიშიდან არასწორ დროს არასწორ ადგილას გამოვიდოდა გია ცაგარეიშვილი თუ თეა წულუკიანი, მერე აქეთ ვიყავით ჩვენ თვითონვე დამნაშავე რომ ნიშიდან გამოვედით. არეულობის შექმნის და დაპირისპირების მორიგი მცდელობა მმართველგუნდში ოპონენტების რადიკალურ გეგმებზე საუბრობენ და მაგალითად პარლამენტთან გამართული აქცია მოყავთ, სადაც ნიღბიანი პირებიც იმყოფებოდნენ და სადაც ისმოდა გზავნილები რევოლუციასთან დაკავშირებით. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები მაქსიმალურად ცდილობენ ვითარების ესკალაციას, თუმცა კანონდარღვევის შემთხვევაში ყველა მკაცრად აგებს პასუხს. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ნანა გოგატაძე უერთდება კურიერს, ნანა გისმენთ. იქამდე ვიდრე შეფასებებს და ოპოზიციის პოზიციას გაგაცნობდეთ, გეტყვით, რომ გუშინდელი საპროტესტო აქცია, რომელიც დღეს უკვე არის პოლიტიკური განხილვის თემა, გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გუშინ იყო აქციების მეორასე დღე და შესაბამისად აქტივისტები თავდაპირველად შეიკრიბნენ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემდგომ უკვე მოეწყო მსვლელობა. აქციაში მონაწილეობდნენ ნიღბიანი ადამიანები, ხელში ეჭირათ ჩირაღდნები და ეს მათივე შეფასებით იყო ერთგვარი პერფორმანსი. შემდგომ უკვე გადმოინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მსვლელობის დროსაც და შემდგომ უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან ისმოდა გზავნილები და ისმოდა რევოლუციისკენ მოწოდებებიც.
ეს აქცია და ეს გზავნილები გახდა უკვე როგორც გითხარით პოლიტიკური შეფასებების თემა. მართლ გუნდში საუბრობენ საზოგადოების урადგაყოფაზე, დესტაბილიზაციის მოწყობასა და დაპირისპირებაზე. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ოპონენტების მიზანი და ამოცანა სწორედ ეს არის პროცესების გართულება ქვეყანაში და ამ ამოცანის და მიზნის მისაღწევად ქართული ოცნების შეფასებით მზად არიან ყველაფრისთვის, მათ შორის იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დაარღვიონ კანონი. განსაკუთრებელია კიდევ ერთხელ უნდა ვილაპარაკოთ იმ საშიშროებაზე, რასაც ქვია საზოგადოებაში დაპირისპირებების გაჩენა, ისეთი დაპირისპირებებისა, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს ახალი ტალღა შეჯახებისა, სამართალდამცავებისა და მომიტინგეების, ექსტრემისტების და პოლიციელების დაზიანებები, რასაც საბოლოო ჯამში უნდა მოქონდეს ის შედეგი, რასაც ამდენი წლებია უკვე გეგმავენ და ვერ მიაღწიეს. არავინ არ მოკვდა. ეს არის ამოცანა. და ამ ამოცანის შესასრულებლად, რასაკვირველია, ნიღაბსაც გაიკეთებენ და განზრახ სწავლენ კანონის დარღვევას. გუშინ გამართულ ვერც აქციის ფორმაში და ვერც იქ გაჟღერებულ გზავნილებში პრობლემას ვერ ხედავს ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება და სიტყვის თავისუფლება. მაგალითად, ელენე ხოშტარია მშვიდობიანი გზით რევოლუციაზე საუბრობს. განსხვავებული პოზიცია აქვს გახარიას გუნდში, სადაც ებიჯნებიან ნებისმიერი სახით რევოლუციას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას. აქაც შევიძახებ თუ გინდა რევოლუცია სახელმწიფო გადატრიალება გააკეთა ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო გადატრიალებას აძლევს აბსოლუტურად კონსტიტუციური გადატრიალება აძლევს უფლებას ყველა ადამიანს რომ მშვიდობიანი რევოლუციით გაისტუმროს ესე არაფერი რადიკალიზაცია არ არის პროცესების ერთ-ერთი მოძალადე ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნება გვაჩნია რომ ნებისმიერ რადიკალურ პროცესს განვითარება მათ შორის რევოლუცია ახსენეთ თქვენ ეს არის მხოლოდ ამ ქვეყნის საზიანო. აქ მთავარი საკითხი რა არის, იცით, ვის ინტერესშია უფრო მეტად მოახდინოს რადიკალიზაცია პროცესების? ალბათ დამეთანხმებით, რომ მთავარი დღეს, ვისაც უნდა პროცესების რადიკალიზაცია, არის ქართული ოცნება. გუშინ გამართულმა აქციამ მართლ გუნდს თვეების წინ გამართული საპროტესტო აქციები გაახსენა, რომელიც ასევე იმართებოდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი შეფასებით ხდებოდა საკანონმდებლო ორგანოზე თავდასხმა, პროცესების რადიკალიზაცია და ეს იყო ოპონენტების ამოცანა. შესაბამისად, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთხრეს, რომ კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი და ნებისმიერ სამართალ დარღვევას მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ყველა ვნახეთ ის მაქსიმალური ესკალაციის ცდილობა თვეების მანძილზე, როგორც წინა საარჩევნოდ, ასევე პოსტსაარჩევნოდ. ხედავთ იმ გათითოკაცებულ პარტ-აქტივს, რომელიც პირველ რიგში ქუჩაში ერთმანეთის ბულინგი და შეურაცხყოფით არის დაკავებული და შემდეგ ხედავთ იმ, ესე ვთქვათ, შემცირებული ფულადი სახსრების შედეგს, რასაც ხედავთ და რასაც იმკიან, აი ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, გათითოკაცებული პარტ-აქტივით. თუ ვინმე არ აქვს მნიშვნელობა აქცია 10 კაციანი, 100 კაციანი თუ 200 კაციანი, ხო, მათი მასშტაბებით. ვინმე კანონს დაარღვევს, როგორც ყველა და რასაც ხედავთ, კანონის წინაშე სრული პასუხისგებლობით და მაქსიმალური სიმკაცრით აგებენ პასუხს. საპროტესტო აქცია გუშინ გაიმართა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მასში მონაწილეობდნენ იღბიანი ადამიანები და ისმოდა რევოლუციისკენ მოწოდებები. მადლობა ნანა გოგატაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. მართული გუნდი ძალადობის ახალისების მცდელობაზე საუბრობს და მაგალითად ოპოზიციის მხარდამჭერების, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები და გაზიარებული პოსტები მოყავს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მიუღებელია ისეთი შინაარსის გზავნილების გაჟღერება, რომლებშიც მინიშნება მკვლელობებზე ხდება. მათივე შეფასებით ასეთი გარემოს შექმნა მათი მხრიდან შეგნებულად ხდება, მთავარი მიზანი კი არეულობა. შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც. ამ თემაზე ქეთი ზანთარაია მუშაობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ქეთი. გეგმა, რომელიც საქართველოში პროცესების ხელოვნურად დაძაბვას ემსახურება და ერთგვარად ცდილობს, რომ საზოგადოებაში განწყობები იყოს ძალიან მაღალი. ასეთი არის სახელმწიფო გუნდის შეფასება პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით. არც ერთი პოსტი არ იდება Facebook-ზე დაინტერესებული მხარეების მხრიდან კონკრეტული გეგმის და ინტერესის გარეშე. არც ერთი პოსტი
არიდება გარკვეული მიზნის გარეშე და გარკვეული წინასწარი შეთანხმების და ჩამოყალიბებული გეგმის გარეშე. აქ ირაკლი კობახიძეზე არ არის მხოლოდ ლაპარაკი, აქ არის გარკვეული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში პროცესების ეგრეთ წოდებულ მეიდანიზაციას, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაგვირგვინებული სისხლის ღვრით. ამ ამოცანის შესასრულებლად ირანის მაგალითებს გამოიყენებენ, უკრაინის მაგალითებს თუ სხვა მაგალითებს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის გეგმა არის ბოროტი და კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომ აი აქ ვითარება საქართველოში ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ პოზიციაზე იყოს კონტროლის ქვეშ იმ ძალების მხრიდან, რომელსაც გარკვეული თავისი ინტერესები გააჩნია და სულ არ აინტერესებს ვინ იქნება მოკლული აი ამ მიტინგების დროს. უმრავლესობის მხარდაჭერის, ოპოზიციის მხარდაჭერი მთავარია, რომ სისხლი დაიღვაროს. დაანებონ Facebook-ზე სკროლვას თავი, არ არის ეგ მათი სივრცე. ან არა და ეს ხალხი დაბლოკონ და მხოლოდ იავარდით მოფენილი ფოტოები, ვისაც უდევთ ქართული ოცნების ამომრჩევლებს, ისკროლონ. ისინიც ბედნიერები იქნებიან და ჩვენ. ისინი კი არ ემუქრებიან და კი არ ხუმრობენ. რეალობაში მოყავთ მომაკვდინებელი საფრთხე. 28 ნოემბრის მერე, ვისაც გაუვლია რუსთაველის გამზირზე 2-3 კვირის განმავლობაში, ის იყო ჩვეულებრივი სასაკლაო და ხორცაკები. და ქართული ოცნების ამომრჩეველი მაშინ არ ამგონია ნერვიულობთ ეს და ნერვიულობთ ამ საკითხზე. ამიტომ ცოტა გული გაიმაგრონ, ამას ურჩევთ. რაულ მე რატომ მეკითხებ, რა ჩემი საქმეა? მე გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლების მომხრე ვარ, დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტური უფლება. როგორც მოისმინეთ, ოპოზიცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს არა მუქარად, არამედ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების ჭრილში განიხილავს, თუმცა ასე არ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით. ამ ყველაფრის მიზანი არის, რომ სიძულვილის ენა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის პოსტები, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში Facebook-ის მეშვეობით აზიარებენ კონკრეტული ადამიანები ან თავად წერენ მსგავსი შინაარსის პოსტებს, ეს ისახავს მიზნად და ამას აღიქვამენ როგორც მკვლელობის წახალისებას. ეს ამორალური, როგორი ამორალურებიც არიან თავისი ცხოვრების სტილით, ესეთი ამორალურ განცხადებებს აკეთებენ. სიძულვილის ენა, მკვლელობის წახალისება, სისხლი, გაუპატიურება და ყველაფერი საძაგლობა იყო იმ რეჟიმის ხელწერა. მართველი პარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპონენტებს, რომ უარი თქვან სიძულვილის და ზიზღის ენაზე. მადლობა, კურიერის პირდაპირ ეთერში ქეთი ზანთარაია იყო. გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც მიწვეულ პირთა შორის ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ხვადაგიანიც იყო პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ძნელია წარმოიდგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროდ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანა აწერს სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი. მომავალი აქვს მას, ვინც იცნობს საკუთარ წარსულს. გერმანიის საელჩომ ჰუმბოლდტის ეს სიტყვები გაიმეორდა სცენა მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიის მერვე ნომერს ირაკლი ხვადაგიანს დაუთმო. ძნელია წარმოედგინო იმაზე მეტი ცინიზმი, ვიდრე წარსულის გააზრებაზე სასაუბროთ სააკაშვილის პროპაგანდისტის და მისი ექსტრემისტული იდეების მიმდევრის მიყვანაა. და ამ ყველაფერს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ადამიანური ტრაგედიების მოსმენის ფონზე აორგანიზებს უცხოური საელჩო, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ამ დანაშაულებს არ ხედავს. მართლაც და როგორც ჰუმბოლდტი იტყოდა, ყველაზე საშიში მსოფლმხედველობა აქვთ მათ, რომელთაც მსოფლიოსთვის არასოდეს შეუხედავთ. შალვა პაპუაშვილის განცხადებას დისკუსია მოყვა პოლიტიკურ სპექტრშიც, მმართველ გუნდში შეგნებულად გადადგმულ ნაბიჯზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გერმანიის ელჩი ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ მისთვის ყოფილი ხელისუფლების დანაშაულები არაფერს ნიშნავს. განსხვავებულია ნაციონალური მოძრაობის პოზიცია. მე არ ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ვამაყობთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი იყო ჩვენი სიის მერვე ნომერი, იმიტომ რომ ესეთი ინტელექტუალური რესურსი არის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. წარსულის ქექვას საერთოდ უნდა შეეშვან. ვფიქრობ, რომ აქ განგება არის გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედაც იმიტომ, რომ გაღიზიანება გამოიწვიოს და პრაქტიკულად ხაზი გადაუსვას იმ ძიმე ისტორიებს, რომელიც თუნდაც
კომისიის სხდომებზე აქვს მოსმენილი. ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს, არც ის სისხლი, არც ის მძიმე ვითარება. როდესაც სწორედაც ნაცმოძრაობა იყო ქვეყნის სათავეში და სადისტური მეთოდებით მართავდა, სისტემური ხასიათი ჰქონდა ამ სადისტური მეთოდებით მართვას. ეს სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა. გერმანიის ელჩმა კი ხაზი გაუსვა, რომ ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს და რასაკვირველია ჩვენ მხოლოდ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ეს ქმედება. შეიძლება კარგი ისტორიკოსი იყო, მაგრამ როდესაც ნაცმოძრაობა ლაპარაკობს წარსულზე, როდესაც სულ ახლახანს, ეხლა ამ წარსულში რამოდენიმე წლის წინ ჩადენილი აქვს უმძიმესი დანაშაულებები, რასაკვირველია ეს დაცინოა. ეს არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარში. თვითმმართველობის არჩევნები და დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში არსებობდა თუ არა შეთანხმება ოპოზიციაში ბოიკოტთან დაკავშირებით. ძლიერი საქართველო, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ ოპოზიციამ მის გადაწყვეტილება მათთან შეუთანხმებლად გამოაცხადა. ნაციონალური მოძრაობა ლელოს ტყუილში ადანაშაულებს, კოალიციად ცვლილების წევრები კი მათ საჯარო დებატებში იწვევენ. არჩევნებისთვის დამოუკიდებლად ემზადება გახარიას გუნდი, რომელიც ამბობს, რომ კოლეგების ბრალდებები მათ სამოქმედო გეგმაზე გავლენას ვერ მოახდენს. ანუკა ბუავაა კურიერის ეთერში. ანუკა, როგორია მხარეების პოზიციები? ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, სადაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არც განიხილავენ და პირიქით კატეგორიულად გამორიცხავენ, მსგავსი პოზიცია აქვს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებსაც. ისინი დღეს ამბობენ, რომ ძლიერი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ბოიკოტის იდეას შეუერთდა, მაშინ, როდესაც ზურაბიშვილის პლატფორმის ფარგლებში იქნა მიღებული საერთო განცხადება და შესაბამისად ლელო მაშინ დააფიქსირა, როგორც კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები ამბობენ. პოზიცია თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკავშირებით, თუმცა ეს პოზიცია ერთი კვირის განმავლობაში მათვე შეცვალეს. შესაბამისად, ახლა ლელოს ადანაშაულებენ ერთის მხრივ ტყუილში, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათთვის გაუგებარია ოპოზიციის ნაწილისთვის, რა გახდა ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილების ან თუნდაც ამ განცხადებების მიზეზი. დღეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კიდევ ერთხელ თქვა და გამოთქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის იწვევს საჯარო დებატებში ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს მათ შორის, რომელიც მისი მიმართვის ადრესატი უკვე არაერთხელ ყოფილა ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ნაციონალურ მოძრაობასთან გითხარით, რომ ისინიც კატეგორიულად გამორიცხავენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ასე არ ფიქრობენ გიორგი გახარიას გუნდში, სადაც ამბობენ, რომ მათ შეჯერებული პოზიცია აქვთ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობაზე ერთის მხრივ, თუმცა ოპოზიციასთან კონსულტაციებს განიხილავენ მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით, თუ კი იქნება მსჯელობა ნეიტრალურ კანდიდატზე, საუბარია მერობის ნეიტრალურ კანდიდატთან დაკავშირებით. შესაბამისად, ლელოც საკუთარ პოზიციაზე რჩება და დღეს ითქვა ისიც ძლიერ საქართველოში, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ხაბარ ამოცანად, ამ თვითმმართველობის საკითხის კონტექსტში მიგვაჩნია პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების საკითხზე მკაფიო პოზიციის შეჯერება. ისე რომ არ მოხდეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებმა რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, ისევ პარტიული დღის წესრიგის და მიკერძოებული ინტერესების შესაბამისად იმოქმედონ. მე არ ვაპირებ ლელოსთან საჯარო პოლემიკაში ახლა ამაზე ამ საკითხში მithumedes გარჩევებში შესვლას. მე ბატონ მამუკას შევთავაზე საჯარო დებატები და ეს შეთავაზება ძალაშია. ერთადერთი შეთანხმება, რომელიც ამ საკითხზე იყო, ეს იყო პლატფორმის ფარგლებში. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რომ ლელო მის გადადგა. თბილისში არანაირი არჩევნები არავის არ უნდა. 70% არის წინააღმდეგ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები მათთვის არასერიოზულია, ვინაიდან გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებენ კონკრეტული ბარიერ გადალახული პარტიები, არის მხოლოდ გარედან ნაკარნახევი და როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ახლად სწორედ გარე დირექტივების და ფინანსებლების დავალებებს ელოდებიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიები, თავად ქართულ ოცნებაში კი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და 4 ოქტომბერს გამარჯვების მოპოვებისთვის. კიდევ ერთხელ არაერთხელ მithქვამს და გავმეორდები, რომ ეს უაზრო ბატალიები ამ დანაყოფებს შიგნით, ხო, ეს ყველაფერი დადგმულია, ეს არის დივერსიფიცირების მცდელობა, რომელიც დაგეგმა მათმა პატრონებმა ქვეყნის გარედან, მათი პატრონების განხმოვანებლები აქვს დიპლომატიურ კორპუსში თუ არა მხოლოდ საზოგადოებაც ახლა გვარებს ძალიან კარგად იცის, მათ შორის ერთ-ერთი პირდაპირ შემიძლია გერმანიის ელჩი დავასახელო პირადად, ეს ხო მათი დადგმული სცენარია, ეს ხო მათი დავალებით მოქმედება. უბრალოდ გამოიკვეთა, რომ ორი
ფლანგი აპირებს მონაწილეობის მიღებას და მეორე ორი ფლანგი ერთმანეთის და ამათ ბულიკშია გადასული, ხო? და აი ამ მარაზმს და ამ აბსურდის თეატრს უყურებს საზოგადოება უკვე მერამდენე თვეა თუ მერამდენე წელია, ხო? ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთხელ მოწოდება მათ პატრონებს, რომ 4-ვე ფლანგს დაავალონ, რომ მიიღონ მონაწილეობა, ერთხელ საბოლოოდ მათაც გაზომონ თუ რა დაკვეთა აქვს საზოგადოებას და რა დამოკიდებულება აქვს აგენტების მიმართ ჩვენს მოსახლეობას. ვინ მიიღებს მონაწილეობას ოპოზიციიდან თვითმმართველობის არჩევნებში საბოლოო კონტურები გამოკვეთილი მაინც არ არის, ვინაიდან ძლიერი საქართველო ისევ ღიად ტოვებს საკითხს მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით. მუნიციპალურ არჩევნებზე ძალთა ბალანსი კი იგივენაირია, 2-2-ზე რჩება ოპოზიციაში, ერთის მხრივ ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის კატეგორიულად გამორიცხავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მეორეს მხრივ კი გახარიას გუნდი და ძლიერი საქართველო ემზადება 4 ოქტომბრის მარათონისთვის. თავად არჩევნები კი 64 მუნიციპალიტეტში გაიმართება, მერებსა და საკრებულოების წევრებს სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში აირჩევენ. მადლობა, ანუკა ბუავა იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. დღეს საგალოქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი გაიმართა. სტრატეგია აღმშენებლობის ლიდერს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის არ შესრულებას ადავებიან. მის წინააღმდეგ საქმე 359 მუხლით არის აღძრული. ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გარანტიადაც მან უძრავი ქონება ჩადო. დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. მომდევნო პროცესზე კი დაცვის და ბრალდების მხარეები უკვე დასკვნით სიტყვასიტყვიან. 18-ში 10 საათზე გრძელდება, ყოველ წვდომაზე უნდა ველოდოთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, დიდი ალბათობით გადაწყვეტილიც აქვს, თუ რამე გარემოება არ მოხდა, რომ ყველა ჩვენ საპატიმრო დაწესებულებაში გაგვიშვა. მე დღესაც ამით მოვედი, სიმართლე გითხრათ, აბსოლუტურად მომზადებული, რომ შეიძლება ციხეში წავსულიყავი აქედან. სავარაუდოდ შემდეგ პროცესზე საქმის განხილვას ვერ დავასრულებთ. ერთი პროცესი კიდევ გადაიდება და როდესაც ადვოკატი იტყვის დასკვნით სიტყვას, დასრულდება საქმის განხილვა. ბრალდების მხარეს აქვს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი. რაც შეეხება სასჯელს, განსაზღვრავს სასამართლო. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვრინდებით. აჭარის პოლიციამ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი კოკაინის ყიდვას ცდილობდა. ამანათიდან ამღებულია ქილებში დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ როლანდ მესხმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ვაჟა სირაძეს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. გეკა გელაძემ პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან დანაშაულთან ბრძოლის, ასევე საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით დავალებები გასცა. ლევან კაკავამ შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამ დრომდე ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2016-25 წლებში იყო საქართველოს მე-9 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ლევან კაკავამ კი თანამდებობა 16 ივნისს დატოვა, ის ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. მეოთხე დღე ირანზე განხორციელებული იერიშებიდან ვითარება ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო იძებება. აფეთქებები იყო ისრაელის ქალაქებში. ირანის შეტევას ბალისტიკური რაკეტებით 8 ადამიანი ემსხვერპლა. 100-მდე საავადმყოფოშია. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ. დარტყმებს განაგრძობს ისრაელიც. ცახალმა ირანის ერთ-ერთ უმსხვილესი აეროპორტი დაბომბა. ღამით ცნობილი გახდა, რომ ისრაელის იერიშებს ემსხვერპლა ირანის დაზვერვის ხელმძღვანელიც. ბნეი ბრაკი, პეტახ ტიკვა, თელ-ავივი, ჰაიფა, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ეს ქალაქები გასულ ღამით ირანის თავდასხმის სამიზნე იყო. ბალისტიკური რაკეტებით შეტევის შემდეგ ისრაელის ქალაქებსა და დასახლებებში განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, მათ შორის რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი. ამ დრომდე სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები. არის მსხვერპლი, დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაბომბვის პარალელურად საკუთარ ხალხს მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ინსტრუქციების შესაბამისად იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ ორი უდიდესი საფრთხის წინაშე, რომელიც ჩვენს არსებობას ემუქრება: ირანის ბირთვული პოტენციალი და ბალისტიკური რაკეტები. ბოლო მომენტში ვიმოქმედეთ, სანამ ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა ექნებოდა და ვიდრე 10,000 ბალისტიკური რაკეტის წარმოებას დაიწყებდა. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხეები, ჩვენ ვმოქმედებთ მათ შესაჩერებლად. შეტევის გარდა ვალდებულები ვართ თავდაცვისთვის ზომები მივიღოთ. ეს თავდაცვა არა მხოლოდ რაკეტების ჩამოგდებაზე და ჩვენს მიერ შეიარაღების ინდუსტრიებში აშენებულ შესანიშნავ სარაკეტო სისტემებზეა დაფუძნებული. ეს თქვენს ქცევაზეცაა დამოკიდებული. იმაზე თუ რამდენად იცავთ შიდა ფრონტის სარდლობის მითითებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცილებით მეტ დანაკარგს მივიღებთ, თუ დაცულ სივრცეებში დარჩებით, სიცოცხლეს გადაარჩენთ. გასული ღამე მძიმე იყო ირანისთვისაც. დაიბომბა ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებით. ისრაელის ავიაცია მეშხედის აეროპორტს დაარტყა, რომელიც ისრაელის საზღვრიდან 2300 კილომეტრით არის დაშორებული. სამხედრო ობიექტების გარდა სახალის სამიზნეა ირანის ხელმძღვანელობა. ისრაელის იერიშის შედეგად მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის დაზვერვის უფროსი გენერალი მოჰამედ კაზემი და მისი თანაშემწე. ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას თქვა, რომ ისრაელი ვერ გააკეთებს მათი ნებართვის გარეშე ვერაფერს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო დარტყმებიც კი ამერიკის ნებართვით განხორციელდა. ჩვენ მკაცრად პასუხობთ ნებისმიერ აგრესიას. არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ამ ომის გაფართოვებას, თუმცა ბუნებრივია, არმიამ და ჩვენმა ძვირფასმა ხალხმა უკვე გასცა შესაბამისი პასუხები. რაც უფრო მეტად ცდილობენ ესკალაციას, პასუხებიც უფრო მკაცრი და მტკივნეული იქნება. კონფლიქტის ესკალაციას ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დარწმუნებულია, რომ ირანს და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. ეს განცხადება ტრამპმა კანადაში დიდი შვიდეულის სამიძე გამგზავრებამდე გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის ღია იქნება ისრაელ-ირანის კონფლიქტში პუტინმა შუამავლის როლი შეასრულოს. მინდა რომ შეთანხმება შედგეს. ფიქრობ ამის დროა. ვნახოთ რა მოხდება, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთს უნდა ებრძოლონ. გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას. საკითხზე გრენლანდიაში ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. მაკრონი ამბობს, რომ პუტინ შუამავლის ფუნქციისთვის ავტორიტეტი არ აქვს. მე არ მჯერა, რომ რუსეთი, რომელიც ამ მომენტში მაღალი ინტენსივობის მქონე კონფლიქტშია ჩართული და რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში გადაწყვიტა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას პატევი არ სცეს, შეძლოს და შუამავლის როლი შეასრულოს. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რეალური შესაძლებლობა ყველა მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. ისრაელის დამოკიდებულება ამერიკულ იარაღზე და საბრძოლო მასალაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს ამის შესაძლებლობას აძლევს. კონფლიქტის შესახებ ევროკავშირის პოზიცია დიდი შვიდეულის სამიტის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა გაახმოვანა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ ერთგული რჩება. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი. ირანი კი რეგიონში არასტაბილურობის მთავარი წყაროა. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ შეშფოთება ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო. გრძელვადიან პერსპექტივაში დიპლომატიური გადაწყვეტა რჩება საუკეთესო გზად, რათა გავუმკლავდეთ ირანის ბირთვულ საკითხებს. ევროპა რჩება მტკიცედ ერთგული მოლაპარაკებების გზით ხანგრძლივი გადაწყვეტის პოვნისთვის. ისრაელს და ირანს შორის დაპირისპირების მორიგი ეტაპი მეოთხე დღეა გრძელდება. ისრაელი აცხადებს, რომ ირანზე დარტყმის მიზეზი ქვეყნის ბირთვული პოტენციალის განადგურება. ორივე მხარეს დარტყმებს მსხვერპლი მოყვა. ისრაელში ირანის თავდასხმას 15-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ირანის მხარეს 224 ადამიანი დაიღუპა, არიან დაჭრილები. ოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის რეგიონებს საბრძოლო დრონები დაარტყა. აფეთქებებია კიევის, ზაპოროჟიეს და დნიპროპეტროვსკის ოლქებში. არიან დაშავებულები. განადგურებულია კერძო სახლები და მეურნეობები. საფასხო იერიშებს ახორციელებს უკრაინა. ქალაქ ელაბუგაში დაზიანებულია საბრძოლო დრონების მწარმოებელი ქარხანა. რუსული მხარის ინფორმაციით იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
შტატებში კონგრესმენის ყურადღებაში ბრალდებული დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით 57 წლის მამაკაცმა 14 ივნისს პოლიციის ფორმა ჩაიცვა და მინესოტას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი და მისი ქმარი მოკლა. ასევე თავს დაესხა შტატის სენატორს და მის მეუღლეს. პოლიცია მის დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში აიყვანა. მინესოტას გუბერნატორი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში მასობრივი ტურიზმი გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები ბარსელონაში და მადრიდში გაიმართა. ქალაქებში ათასობით ადგილობრივი ტურისტების ნაკადის შემცირებას ითხოვს, ამბობს, რომ მათ გაუსაძლისი პირობები ექნებათ. იმატებს ტარიფები პროდუქტებსა და ბინებზე. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩემ ვებგვერდზე. რუსთავი 2.0.